მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე, მე კი მისი წამყვანი თამარ სქიტიშვილი ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჩიტაძეზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი საბა კასტელიანი. მოგესალმებით. მოგესალმებით. დაგლოცეთ. მეც მოგაგლოცოთ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის, ჩვენთან სტუმრობისთვის და ჩვენი ტრადიციული კითხვა. როგორი ბავშვობა გქონდათ? როგორი ბავშვობიდან მოდიხართ? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. თქვენ და თითოეულს თქვენს გუნდის წევრს უსურვებთ იწარმატებას ამ საქმიანობაში. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მოკლედ რო ვთქვა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო სიყვარულით, ბედნიერებით და სიხარულით გაჟღენთილი. ყოველთვის თითოეული დღე მახსენდება, რა თქმა უნდა, ტკბილად, მაგრამ ამასთანავე იყო, რა თქმა უნდა, გაჭირვებაც, იყო პრობლემებიც, სირთულეებიც, მაგრამ მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ იმას, რომ მე ეს არ მეგრძნო, მე ეს არ დამენახა. ჩემი მშობლები გარდა მატერიალური საზრუნავისა, ასევე ზრუნავდნენ ჩემს სულიერ მხარეზეც, რადგანაც 4 წლის ასაკში პირველად დედა-ჩემმა მიმიყვანა ეკლესიაში, ამავე ეკლესიაში წმინდა ნინოს ტაძარში, სადაც ახლა მე ვსახურობ. 4 წლიდან დავდივარ და მშობლებს სისტემატურად დავყავდი ეკლესიაში, ორივე ზრუნავდა ჩემს სულიერ მხარეზე და ბავშვობა იყო, ასე ვთქვათ, დაკავშირებული ეკლესიასთან, რომელიც მკვირდა დიდ სიმშვიდეს, სიყვარულს და ბედნიერებას. როგორი იყო ის განცდა, როდესაც მშობლებს მიყავდით და ახლა ბავშვები ამბობენ ხოლმე, რომ დავიღალე. გქონიათ თუ არა აი ეს მომენტი, რომ დაიღალეთ რაღაცნაირად და მოგბეზრებიათ კიდევაც ბავშვურად ვთქვათ და მე რას დაუბრუნები ხართ? ზოგადად მიჭირდა ხოლმე უფრო აი ზაფხულის შემდეგ, არდადეგების შემდეგ აი ეს აღდგენა ისევ ეკლესიაში სიარული, მაგრამ ეკლესიაში სიარული რა ვიცი, ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა, რადგანაც ძალიან ისეთი კარგი ატმოსფერო იყო. თვითონ ის მოძღვრების მიერ შექმნილი და ისედაც ეკლესიაში ეს გალობა, მსახურება ძალიან მომწონდა ბავშვობიდან. მამაჩემს, დედაჩემს დავყავდი ხოლმე ღამის თევაზეც, სუპატარაობიდან ძალიან მიყვარდა. იმიტომ ჯერ პატარაობაში იქ მეძინა ხოლმე, მაგრამ ეს მახსოვს ეს განცდა ძალიან ტკბილად მეძინა ხოლმე და არ ვიცი, არასდროს არ მბეზდებოდა. ვერიქით ყოველთვის გული მიმიწევდა იმისკენ, რომ რაც შეიძლება ხშირად მივსულიყავი ეკლესიაში და რაც შეიძლება დიდი ხანი გავჩერებულიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, იყო ის მომენტებიც, რომ ან რაღაცა თამაშის გამო საღამოსლოსოზე არ მივსულე პატარაობაში, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ხშირად დავსწრებოდი ღვთისმსახურებებს. მოდით ცოტა უკან წავიწევ და კითხავთ, ვინ არიან თქვენი მშობლები და როგორც მივხვდი, ძალიან მორწმუნე ადამიანები იყვნენ ახალგაზრდობიდანვე, ხო? აი ვინ არიან, რომ მოგყვეთ მათ შესახებ? ჩემი მშობლები, ხო, ახალგაზრდობიდანვე მორწმუნეები არიან. ეკლესიურები იყვნენ ყოველთვის და დღემდე ეკლესიურები არიან და მადლობა მათ ამისათვის, რომ ამ გზაზე დამაყენეს, იმიტომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე ვარ დღეს სასულიერო პირი. იმიტომ არა მხოლოდ ეკლესიაში სიარული იყო, არამედ თავიანთი ცხოვრების მაგალითით მაჩვენებდნენ თუ როგორ უნდა მეცხოვრა ქრისტიანულად, როგორ უნდა მეცხოვრა სწორად და ამერჩია ის გზა, რომელიც ჩემთვის იქნებოდა, ასე ვთქვათ, კომფორტული და რაღაცას ჩემს პატარა წვლილს შევიტანდი საქართველოს, ასე ვთქვათ, ისტორიაში. ჩემი მშობლები არიან პროფესიით ინჟინრები, რომლებმაც გაიცნეს ერთმანეთი, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტში და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიან ერთად და დიდი სიყვარულის უფლებს ჩვენს ოჯახში და ესეც არის ნაყოფი იმ სიყვარულისა, რომ მე მოხდი, ასე ვთქვათ, ეკლესიის გარემოცვაში და დღეს ვარ სასულიერო პირი. მამასაბა, დედმამიშვილი თუ გყავთ? დიახ, მე მყავს 2 დედმამიშვილი, უფროსი და უმცროსი ძმა მყავს. თქვენ ბრძანეთ წეღან, რომ ბავშვობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მით უმეტეს ბავშვობაშივე, როდესაც შემოდის ეკლესია ადამიანის ცხოვრებაში და თქვენ ბებია-ბაბუები რა სიტყოდით, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ბავშვებზე, ბებიასა და ბაბუას. მათ მიერ მიცემულ, ვთქვათ, რჩევებს, რომელიც არასოდეს არ გავიწყდება შემდეგ. აი მათზე გითხარით ერთი-ორი სიტყვა. აი ბებია-ბაბუებთან ავით მადლობა ღმერთს, რომ ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა ბავშვობიდან და ძალიან ხშირი ურთიერთობა მქონდა ორივე მხრიდან, როგორც დედის მხრიდან, ისე მამის მხრიდან და ის მომენტები ბავშვობის, რაც აი ბებია-ბაბუას უკავშირდება, აი ყოველთვის ტკბილად მახსენდება და ძალიან მძაფრად არის, ესე ვთქვათ, აღბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში, იმიტომ
ყველაზე ბედნიერი წუთები ბავშვობის შეიძლება ითქვას არის ის, როდესაც მე ვიყავი ბებიასთან და ბაბუასთან. ძალიან ხშირად ჩავდიოდით სოფელში, ძირითადად ზაფხულობით არ დადეგებზე, მაგრამ ზამთარში ჩავდიოდით, რადგან მე წარმოშობით სვანეთიდან ვარ და სვანებს ეს, როგორ ვთქვა, ცოტა კალანდობა ძალიან ახალი წელი, ძალიან დიდი მასშტაბით აღნიშნავდით ხოლმე და მაგიტომ ზამთარში ჩავდიოდით ხოლმე, მაგრამ ზაფხულობით თითქმის მთელი ზაფხული სოფელში ვიყავი და ვიზრდებოდი მათთან ერთად, სწავლობდი სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, შრომის ფასს, იმიტომ დღე და ღამე შრომობდნენ ბებია ჩემი, ბაბუა ჩემი და ამ სიყვარულმა დამანახა ის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ შრომას, სოფელში ცხოვრებას. მე ყოველთვის ბავშვობიდან ოცნებობდი, რომ იქნებ სოფელში გადავსულიყავი საცხოვრებლად და როდესაც არ დადაგები მთავრდებოდა, მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი ხოლმე, მეთქი იქნებ მშობლებს დავავიწყდე თქო და დავრჩე ბებიასთან და ბაბუასთან. ამიტომ, რა ვიცი, ძალიან დიდი სიხარული იყო მათთან ურთიერთობა. დღეს სამწუხაროდ მამის მხრიდან არც ერთი არ მყავს სახეზე, ხოლო დედის მხრიდან ორივე ცოცხლები არიან და მინდა რომ დიდხანს იცოცხლონ, რომ ეს კიდევ გაგვილამაზონ ცხოვრება. როგორც მივხვდი, ალბათ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ეზიარებოდით, მაგრამ როგორი იყო ის განცდა, ვთქვათ, როდესაც პირველად გააზრებულად, თქვათ, ახსარება, უკვე როგორც თქვენი ინიციატივით, ასე რომ ვთქვათ და აი ეს განცდა თუ გახსოვთ. დიახ, მე პირველი ახსარება კარგად მახსოვს, ის ზუსტად არ მახსოვს მე მაგალითად რა ვთქვი ახსარებაში, უბრალოდ აი ეს განცდა ემოციები მახსოვს და ძალიან შთამბეჭდავი იყო. მე პირველად მივედი მამა მიქაელი ბუკიასთან, რომელიც დღემდე არის ჩემი მოძღვარი, ტაძრის წინამძღვარი. დიდი მადლობა მინდა გადავხადო მას აქედან იმისათვის, რომ ზოგადად თითოეული რჩევისთვის, თითოეული გვერდში დგომისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის, რადგანაც მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ მე დღეს ვარ სასულიერო პირი. მან ასე ვთქვათ აღმზარდა სულიერად ბავშვობიდანვე 4 წლის ასაკიდან, უკვე 24 წელია მასთან ვარ და ის არის ნამდვილად ჩემი სულიერი მამა და მიხარია ყოველთვის მასთან საუბარი. მასთან იყო პირველი ახსარებაც, მისი დარიგებები ყოველთვის არის შედეგის მომტანი. თავარია გავითვალისწინო და მივყვე მის დარიგებებს. და მამასაბა, როდის მოინათლეთ? თუ გქონიათ, ვთქვათ, თუ გახსოვთ თქვენი ნათლობა, ვთქვათ, ვინ არიან თქვენი ნათლიები და ზოგადად ბავშვის ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანია ნათლიის როლი? ეხ მე პატარა ვიყავი, როდესაც მომინათლე არ მახსოვს, წლის ვიყავი, წლის და 2 თვის ვიყავი, ამიტომ არ მახსოვს ჩემი ნათლობა. ზოგადად ნათლიის აქტიურობა ბავშვის სულიერ აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ პრინციპითაც უნდა ირჩეოდეს ნათლია, რომ ის თვითონაც იყოს გათვითცნობიერებული, თვითონაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, განათლებული ამ სარწმუნოებაში, რომ თავად მისცეს რაღაცა პატარა მარცვალი მაინც ქრისტიანობის, რომელსაც თვითონ ეს ბავშვი გააღვივებს და რა თქმა უნდა იღებდეს მონაწილეობას იმაში, რომ ტაძარში დახავდეს, აზიარებდეს და ზოგადად იღებდეს ამ ქრისტიანულ აღზრდაში მონაწილეობას. მამასაბა, თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ წეღან, რომ თქვენმა ბავშვებმა ფაქტობრივად გაიარა ტაძარში. თუ გიფიქრიათ მაინც სხვა პროფესიაზე, აი ხომ არ ოცნება, ბიჭები ოცნებობენ ხოლმე კოსმონავტობაზე, ფეხბურთელობაზე და ასე შემდეგ, ხო? აი თუ გიფიქრიათ, თქვათ სხვა. დიახ, მე სხვა პროფესიების სურვილს მქონდა, რომ უბრალოდ სხვა პროფესიას გავყოლოდი. სადაც დაახლოებით მე-6-7 კლასში მინდოდა არქეოლოგი განხდარიყავი, რადგანაც ეს სიძველეები მიზიდავდა, მიყვარდა მუზეუმებში სიარული და თვალიერება ამ ყველაფრის. თუმცა მაშინ მე-6 კლასში ვფიქრობდი, რომ მეთქი მე გავიზრდები და არქეოლოგი გავხდე, მეთქი ყველაფერს იპოვიან თქო და ტყუილად გავხდები თქო არქეოლოგი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. და მე უკვე მე-8 კლასში მქონდა გადაწყვეტილი, რომ სასულიერო სემინარიაში მინდოდა ჩაბარება, მე-8 კლასში მქონდა სურვილი, რომ გამხდარიყავი სასულიერო პირი და ამისთვის ვემზადებოდი. მაგრამ გარდა ამისა, მინდოდა ზოგადად მე მზარეულობა მიყვარს ძალიან დღემდე და ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა და მინდოდა კონდიტერის, ასე ვთქვათ, რაღაც კურსები გამიარა პარალელურად, მაგრამ სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო ვერ შეძლი, მაგრამ დღემდე, როდესაც დრო მაქვს, სახში
ხო, ძირითადად მე ვამზადებ კერძებს და ეს ძირითადად აი სამი პროფესია მქონდა ეს. სკოლაზეც რომ გითხრათ, რომ სკოლაში სწავლობდით, როგორი იყო თქვენი სასკოლო ცხოვრება? ცელქი ბავშვი იყავით თუ დინჯი და ესეთი გაწონასწორებული? სიცილქესაც შეეხება, რაც მე მახსოვს, ცელქი არ ყოფილა და მშობლებიც როგორც მიყვებიან, არასდროს არ ყოფილა ცელქი, ნუ არ გამოურჩევდი სიცილქი, შეიძლება რაღაც მომენტებში სიცილქე გამომეჩნია, თუმცა ძირითადად ვიყავი მშვიდი. უფრო მშვიდი ხასიათის ვიყავი ბავშვობიდან, ამიტომ სიცილქით ასე ვთქვათ არ გამოურჩევდი. და რაც შეეხება სკოლას, მე 2002 წელს შევედი 57 საჯარო სკოლაში, ესეც ჩიტაძის ქუჩაზე არის. 2014 წლამდე იქ, ნუ 12 წელი მთლიანად იმ სკოლაში ვისწავლე. სკოლამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მხრივ, რომ არა მხოლოდ საგნებს სწავლობდით, არამედ ზოგადად ადამიანობას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, მეგობრობას და ასე შემდეგ. ბევრი მეგობარი შემძინა ამ სკოლამ და დღეს უკვე ამ სკოლაში მოღვაწეობ, ასე ვთქვათ, როგორც პედაგოგი. იმ მხრივ ღირებულებით განათლება ახალი პროექტი არის. ამ ღირებულებით განათლებით ვარ 57 სკოლაში და ეს ჩემთვის ორმაგა საფასხვისგებლო არის, რადგანაც ესეთი როგორც ოჯახი ისე არიან ყველა მასწავლებლები, დირექტორი, ყველას ბავშვობიდან ვიცნობ და ამიტომ ძალიან საფასხვისგებლო არის ეს საქმე. უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება ნამდვილად დარწმუნებული ვარ. აი როგორი იყო თქვათ მათი ემოცია, როდესაც თქვენ როგორც ყოფილი მოსწავლე, როგორც სასულიერო პირი და როგორც მასწავლებელი დაუბრუნდით. პრეზენტაციაზე როცა მივედი, ჯერ არ მელოდნენ მე და ესეთი გახარებულები იყვნენ, ყველა ძალიან თბილად შემხვდა. აი, ჩახუტებით და ასე შემდეგ და ყველა წარმატებას მისურვებდა და დღესაც ყველა გვერდში მიდგას თუ რამე დამჭირდება ხოლმე ყველანაირად. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო 57 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ირმას და ყველა იმ მასწავლებელს, ვინც მე მასწავლიდა და ვინც დღეს ასწავლის ბავშვებს, იმიტომ ძალიან რთული არის და ძალიან საფასხვისგებლოა თითოეული მასწავლებლისთვის ბავშვზე, ასე ვთქვათ, ზრუნვა და რაიმე განათლების მიცემა. ნამდვილად დღეს მით უმეტეს, როდესაც ამდენი საცდური აქვთ თანამედროვე ბავშვებს. აი თქვენ როგორც ამ პროექტის წარმომადგენელი, მოდით მე ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ, აი რას უპირისპირებთ ამდენ, ვთქვათ, საცდურს, ამ ელექტრონულ ასე რომ ვთქვათ ტელეფონს, იგივე ხელოვნური ინტელექტს და ასე შემდეგ. აი როგორ უნდა დაუპირისპიროთ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს წინ აღუდგეთ და ბავშვები არ მოუწყვიტოთ ეკლესიას და არ მოუწყვიტოთ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე არის რეალობას, მოდით ვთქვათ, ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ასევე თანამედროვეებს. ხო, ბავშვები მართლა რო თქვა, ძალიან დაინტერესებულები არიან, ზოგადად აი მე რა განხრით სვარ შესული ეს ღირებულებითი განათლებით. დიდი სურვილი აქვს, რადგანაც ეს არის არჩევითი საგანი, არის არაფორმალური განათლება იყო, კლუბები იყო, ახლა უკვე არჩევის საგანი შევიდა მე-11-მე-12 კლასში. ბავშვებს უფრო უყვართ აი თავისუფლება, აი ძალდატანება არ მოსწონთ. ამიტომ რადგანაც ეს ფორმატი უფრო არის თავისუფალი შეხვედრები, არ იწერება აქ ქულა, დასწრებაზე არ არის ხოლმე ესეთი პრობლემა, ამიტომ დიდი დასწრება მქონდა მე ზოგადად 57-ში, ნუ შარშანაც იყო, ეხლა წელს ჯერ არ დამიწყია, ამ კვირაში ვიტყოთ, მაგრამ შარშან ძალიან ესეთი აქტიური დასწრება მქონდა და თავიდან იყო რა თქმა უნდა ეს რომ აი რაღაც დავალებები რო ქონდათ მიცემული ეს იყო ჯგუფური სამუშაოები, იყენებდნენ ხოლმე ამ ხელოვნურ ინტელექტს, ან ჩუმად ან ისე რომ აი ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ, მაგრამ როდესაც ვეუბნებოდი რომ ამაში ქულა არ იწერება, მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ გადმოსცემთ ამ ყველაფერს, ნელ-ნელა ეს ჩამოშორდათ ეს ტელეფონი, თვითონ დებდნენ ხოლმე მაგიდაზე, არ იყენებდნენ და ძალიან სახალისოდ ვითარდებოდა ხოლმე ეს გაკვეთილები, რადგანაც ყველას შეეძლო იმ თავისუფალი აზრის გამოხატვა, რომელიც ან შიგნით ქონათ, რომელსაც რაღაცა შიშის გამო ვერ ამბობდნენ ხოლმე და ამან უფრო გახსნა ბავშვები. თან ჩვენ ესეთი პროექტი ქონდა თავიდან, რომ იყო შერეული კლასები. იყო მე-7 მე-9 ერთად იყვნენ. მაგალითად მე-9 კლასელებს უფრო ერიდებოდათ ხოლმე საუბარი, მაგრამ მე-7 კლასელები უფრო ხსნიდნენ მათ, რადგანაც რაღაცა ნაკლები რიდი ქონდათ და ერთმანეთში უფრო დამეგობდნენ სკოლებში საკლასო ისინი პარალელური კლასელები დამეგობდნენ და ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო პროექტი არის ისიც აქვე ვიტყვი დიდ მადლობას გადავუხდი მეუფეშიოს, რომ ესეთი საფუძველი ჩაუყარა ამ პროექტს და განვითარდა და ფართო მასშტაბები მიიღო უკვე. როგორი იყო, აი განსაკუთრებული რეაქცია აქვს ხოლმე, როდესაც სასულიერო პირს
ხედავენ სკოლაში. ხო, მით უმეტეს მასწავლებლად შესულს. აი, როგორი რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს, როდესაც დაგინახეს? თავდაპირველად რა თქმა უნდა, გაუცხოება იყო. თავიდან ვერ მიხვდნენ, რომ აი სასულიერო პირი სკოლაში რატო არის და ასე შემდეგ. ვერ მიხვდნენ, როგორი ფორმით მოემართათ ჩემთვის. ხან მასწავლებელს მეძახდნენ, ხან მამაოს და აი რაღაცნაირად იბნეოდნენ და იყო ძალიან თავიდან შებოჭილები იყვნენ. ვერ იხსნებოდნენ, მაგრამ როდესაც უკვე ამ საუბარში, შეხვედრებში მიხვდნენ, რომ ჩვენს ჩვეულებრივი ადამიანები ვარ, ჩვეულებრივად შეგვიძლია მათთან ურთიერთობა, საუბარი, ისე გაიხსნენ, რომ აი ძალიან ახლოს არიან ბავშვები, რომ ხედავენ ხოლმე ესეთი სიხარულით მორბიან ხოლმე, მეხუთებიან ეკლესიაში, უკვე მოდიან ხოლმე გაკვეთილების შემდეგ და ეს რაღაცნაირი გაუცხოება გაქრა. აი გავიხსენებ ერთ მომენტს კიდე ის რომ აი როდესაც შევიკრიბეთ ბავშვები თავიდან რაღაც სურათებს ვიღებდით ხოლმე ისე სამახსოვროდ და როდესაც ან გადამღები არავინ არ იყო და როდესაც შევთავაზე რომ მეთქი მოდი სელფი გადავიხოთ თქო ამაზე უცებ გავოსწნე რომ აი მამაო სელფი თქვა ანუ ეს აქვს ის ქონდათ რომ ვერ აღიქვავნენ რომ თურმე შეიძლება რეალურად ხო ის იყოს მაგრამ ეხლა უკვე სხვანაირი დამოკიდებულება არის ეს რაღაც ჩადახილი ხიდნენელა ასე ვთქვათ აღდგება ალბათ და არ გვექნება გაუცხოება სასულიერო პირებს და ბავშვებს და ზოგადად ჩვენ საზოგადოებასთან რადგანაც ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვეულებრივად შეგვიძლია ურთიერთობა და შემდეგ ამ საგნის ღირებულებითი განათლების მთავარი მონაპოლარიც ალბათ ეს იქნება სწორედ რომ ამ თაობასთან რომელმაც მართლაც ჩვენ ვხედავთ ტაძრებში რომ შედარებით ნაკლები ახალგაზრდაა ვთქვათ 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან ხო აი სწორედ ამისთვის აი ამ ჩატეხილი ხიდის გასამთელებლად ნამდვილად ღირს და ძალიან დიდი მადლობა მართლაც ორივე მხარეს როგორც ეკლესიას ასევე განათლების სამინისტროს დიახ მამასაბა თქვენს გადაწყვეტილებაზე რომ მითხრათ როდის გადაწყვიტეთ რომ სასულიერო პირი უნდა გამხდარიყავით და როგორი იყო თქვენი ოჯახის რეაქცია ამ ყველაფერს როგორ შეხვდა აი ამ თქვენს გადაწყვეტილებას თქვენი ოჯახი ну მე თავდაპირველად როგორც თქვი მერვე კლასში მქონდა უკვე სურვილი გამხდარიყავი სასულიერო პირი თუმცა ამას ასე ვთქვათ ხმამაღლა არ ვამბობდი რადგანაც არ მინდოდა ჩაითვალოთ რომ ეს ხო რაღაცა ბავშვური გადაცება რაღაც ბავშვური სურვილი ამიტომ ჩემთვის მე ზოგადად ისეთი ვარ არ მიყვარს ძალიან ღიაობა არ მიყვარდა უფრო აი ჩემთან ვიყავი ხოლმე რაღაც გადაწყვეტილებებში ჯერ კარგად სანამ არ ჩამოყალიბდებოდი ხო მანამდე არ ვაჟღერებდი ხოლმე და მე 10 კლასში რო გადავედი უკვე ჩემს მოძღვარს უთხარი პირველ რიგში რომ მინდოდა ასე ვთქვათ სასულიერო პირობა მოძღვარმა რა თქმა უნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ ყველანაირად მითხრა რომ დაგეხმარებიო როგორც რაშიც აღჭირდება და ამის შემდგომ უკვე უთხარი ჩემს მშობლებსაც ჩემს მშობლებმა რა მარტივად მიიღეს ეს არ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობა გაგებით მოიქნენ ხო გაუხარნკიდეს უბრალოდ ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ იმაზე თუ რამდენად შევძლებდი ამ ღირსეულად ამ ჯვრის ტარებას და უფრო ამას განიცდნეთ თორე ისე რომ რაღაცა წინააღმდეგობა ყოფილიყო არც მშობლების მხრიდან არც ნათესავების მხრიდან და არც ასე ვთქვათ მოძღვრის მხრიდან არ ყოფილა პირიქით ხარდაჭერა იყო ყოველთვის და დღემდე ასე არის რომელი იყო პირველი ტაძარი სადაც თქვენ მსახურება დაიწყეთ წმინდა ჯერ მსახურობდი ну სასულიერო პირობამდე რა თქმა უნდა მრევლისტი ქაროსანი მე დავითნე ვიყავი ჩიტაძეზე წმინდანის ტაძარში მთელი ჩემი ცხოვრება ასე ვთქვათ დაკავშირებული არის ამ ტაძართან მე როდესაც დიაკვნად მაკურთხეს არქიდიაკონი დემეტრე შემოთავაზა რომ მოდი დიაკნობა გაიარეს სამებაში რადგანაც უფრო ასე ვთქვათ გამოცდილებისთვის უფრო უკეთესი არის და ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მამა დემეტრეს რომ მომეცა ეს საშუალება რომ საკათედრო ტაძარში მემსახურა რადგანაც ღვთისმსახურებისთვისაც და ზოგადად ძალიან დიდი გამოცდილება არის მეუფეშიოსთან მსახურება ამისთვის მას მადლობა რომ მომეცა საშუალება რომ მემსახურა ხოლო როდესაც უკვე წელს 2025 წლის 22 მაისს მხოლოდ დამასხეს ხელი იმ დღიდან მოყოლებული უკვე ჩიტაძის წმინდანას ტაძარში მსახურობ და ისევ იგივე კითხვა უნდა დაგისვათ როგორი იყო ტაძარში უკვე როგორც სასულიერო პირის დაბრუნება იმ ტაძარში სადაც თქვენ ფაქტობრივად გაიზარდეთ აი ძალიან დიდი სითბო და სიყვარული დამხვდა მე იმიტომ აი ბავშვობიდან რა თითოეულ მრევლს ვიცნობ და როგორც სასულიერო პირი რო დაუბრუნდი რა ყველა ძალიან გაუხარდა ყველამ ძალიან დიდი სითბო სიყვარული დამანახა და დღესაც აი რო უყურებ ხოლმე თვალებში ის ეტყობათ ეს რაღაცა სითბო სიყვარული რომელიც აი ბავშვობიდან დამანახეს მათ ამასაბა თქვენს ოჯახზეც რომ გითხრათ ორიოდე სიტყვა ჩემ მეუღლე
წარმოშობით არის უზბეკი, არ არის ქართველი. ჩვენ გავიცანით 2019 წელს და იმ დღიდან მოყოლებული ვართ ასე ვთქვათ ერთად და ოჯახით უკვე გასვენიდან 2 წელიწადში. დღესდღეობით ყავს ჩვენ მხოლოდ ერთი შვილი, დანიელი, რომელსაც შეუსრულდა 15 სექტემბერს 3 წელი და დაგვეწყო ახალი ეტაპი. ბაღში შევიყვანეთ დიახ და ეხლა დღეს ბაღიდან მოვდივარ. ვცდილობ ყოველთვის რომ აქტიური ვიყო ზოგადად მის აღზრდაში. აი ორსულობიდან მოყოლებული ასე ვთქვათ, რომ ვიცი რომ მსმენია რომ მაგალითად ბავშვი როდესაც მუცლაში არის ისმის სხვა ემოციებს გრძნობს, ამიტომ მასთან უკვე ემოციიდან მაქვს კონტაქტი, ასე ვთქვათ, ვამზადებდი იმასთან რომ შევხვედროდი. და დაბადებიდან მოყოლებული ძალიან აქტიური ვარ მის აღზრდაში, არ მეთაკილებოდა არასდროს საფენების გამოცვლა, იქნებოდა დაბანა, სეირნობა და ასე შემდეგ და მიმაჩნია ზოგადად რომ როგორც დედა უნდა იღებდეს მონაწილეობას აღზრდაში, ისე მამაც, რადგანაც ორივე მშობლები ვარ და ორივეს პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ამიტომ დღესაც ყოველთვის როდესაც დრო მაქვს, აი მაგალითად თუ დილას მსახურება არ მაქვს, აუცილებლად ბაღში მასთან ერთად მივდივართ, იმიტომ ეხლა გვაქვს თან ადაპტაციის პერიოდი, ჯერნელა ეგუება და ამიტომ ვცდილობთ რომ ორივე ერთად იქ ვიყოთ მშობლები, რომ ცოტა ხანი დავტოვოთ და შეეგვოს. ამიტომ რა ვიცი, მადლობა ღმერთს რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, იმის დროს რომ მივიღო მონაწილეობა მის აღზრდაში და მქონდეს ხშირი ურთიერთობა. თქვენ ძალიან პატარა ასაკში მიიღეთ, ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება სასულიერო პირობის, ხო? და ალბათ ესეც ჩვენი ტრადიციული კითხვა, ძალიან ბევრი ადამიანი დგას ამ გადაწყვეტილების წინაშე და ეშინია რატომ? სწორედ თქვენ ბრძანეთ წეღან რომ ჩემს მშობლებს შეეშინდათ რომ რამდენად ღირსეულად ვატარებდი აი ამ ჯვარს. აი სწორედ ამ შიშის წინაშე დგანან ალბათ ასეთი ადამიანები და რას ურჩევდით ამ ახალგაზრდებს, თქვათ, ვინც სასულიერო პირობას აპირებს, მაგრამ სწორედ ეს აბრკოლებს, რამდენად მძიმეა ეს ჯვარი. თავიდან რა თქმა უნდა მქონდა რაღაც შიში იმისა რომ რამდენად შევძლებდი გამკლავებას ამ გამოწვევებთან. იმიტომ არ არის რა თქმა უნდა მარტივი ცხოვრება სასულიერო პირისთვის და ასევე არ სასულიერო პირის ოჯახისთვის, რადგანაც თვითონ მეუღლეს თანამონაწილე არის ამ ყველაფრის და ერთად გვიწევს ასე ვთქვათ ამ ჯვრის ზიდვა. თუმცა სანამ აი ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებდი, მოძღვარმა ასეთი მამა მიქაელმა ჩამოსულიერო მოძღვარმა ასეთი რჩევა მომცა, რომელიც აი დღემდე ჩამესმის ეს ყურში და დღემდე ამით ვცხოვრობ. მამა მიქაელმა მითხრა რომ ღმერთს მიანდა შენი თავი და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭირო არისო და მართლაც ასე არის, თუ ჩვენ ღმერთის გვწამს და თავს მივანდობთ მას, წესით არაფერს არ უნდა გვეშინოდეს, რადგანაც ღმერთზე ძლიერი არაფერი არ არის. ამიტომ ღმერთის რწმენა და იმედი იმისა, რომ ღმერთი ყველაფერს დაგვეხმარება, მგონია რომ შევძლებთ თითოეულ ჩვენ გადადგმულ ნაბიჯის ღირსეულად მიტანას, ასე ვთქვათ, დანიშნულების ადგილამდე. ეს არის, რა ვიცი, ამას ურჩევ იმ ადამიანებსაც, ვისაც აქვთ სურვილი, რომ სასულიერო პირები გახდნენ, რომ ღმერთს მიენდონ და ღმერთი გამოუჩენს ამ აუცილებლად გზას თუ რა უნდა გააკეთო. დიდი მადლობა საბა ჩვენთან მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი საბა გასდელიანი. გემშვიდობებით.